მოგესალმებით. მე ვარ სალომე სალაძე და იქედან გამომდინარე, რომ ამჟამად ვცხოვრობ გერმანიაში, შევეცდები გესაუბროთ გერმანიის განათლების სისტემაზე. გერმანია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა არის განათლების ხარისხის მიხედვით, არა მარტო ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში და თუ კი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 2012 წელს მთავრობამ განათლება დააფინანსა 12 მილიარდი ევროთი, 2013 წელს ეს დაფინანსება 1,5 მილიარდი ევროთი გაიზარდა და 2014 წელს ასევე იგეგმება ამ თანხის კიდევ ერთხელ გაზრდა, მაშინ რთული წარმოსადგენი არ იქნება ის, თუ რაოდენ დიდ ყურადღებას უთმობს გერმანიის მთავრობა თავის ქვეყანაში არსებული განათლების დონეს. დავიწყოთ იმით, რომ გერმანია დაყოფილია 16 მიწად და შესაძლებელია ამ მიწების განათლების სისტემა ერთმანეთისაგან განსხვავდებოდეს, რადგან ისინი არიან დამოუკიდებელნი ერთმანეთისაგან. მაგალითად, შესაძლებელია ერთ მიწაზე სწავლა გრძელდებოდეს 12 წელი ან და მეორე მიწაზე 13 წლის განმავლობაში. ან შესაძლებელი არის ერთ მიწაზე იყოს გადასახადი კონკრეტული თანხა სწავლისთვის და მეორე მიწაზე უფრო მეტი, ან უფრო ნაკლები. პირველი საფეხური, საიდანაც იწყება უკვე განათლების მიღება, ეს არის საბავშვო ბაღი. საბავშვო ბაღში ბავშვები შეყავთ 3 წლიდან, მაგრამ არსებობს ისეთი საბავშვო ბაღები, რომლებიც ბავშვებს იღებენ უკვე დაბადებიდანვე. და თუ კი გავითვალისწინებთ რაოდენობას იმ ბავშვებისას, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიან და ეს არის 80% გერმანიაში არსებული ბავშვებისა, ალბათ რთული წარმოსადგენი არ იქნება ისიც, რომ მშობლები ძალიან კარგად ხვდებიან თუ რაოდენ დიდი როლი უჭირავს ბავშვის ჩამოყალიბებაში და ბავშვის პიროვნებად ქცევაში საბავშვო ბაღს, რადგან აქ ბავშვებს არ ესაუბრებიან როგორც ბავშვებს. აქ მათ დაბადებიდანვე აჩვევენ იმას, რომ ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებზე არიან პასუხისმგებელნი, რომ ისინი არიან პიროვნებები, რომ მათ შეუძლიათ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება და ასე შემდეგ. საბავშვო ბაღის შემდეგ უკვე მოდის სკოლა, 6 წლის ბავშვები შედიან სკოლაში და თავდაპირველად 4 კლასამდე ისინი სწავლობენ ერთად. 4 კლასის შემდეგ უკვე თუ სად გააგრძელებენ ისინი სწავლას, დამოკიდებული არის მათ ნიშნებზე. თუ მათ ყავთ კარგი ნიშნები, შესაბამისად ისინი გადადიან გიმნაზიაში და მათ აქვთ შანსი, რომ გახდნენ სტუდენტები. მაგრამ თუ ბავშვის ნიშანი არის საშუალო, ან საშუალოზე დაბალი, მათ არ აქვთ უფლება 4 კლასის შემდეგ გადავიდნენ გიმნაზიაში და გახდნენ სტუდენტები. ისინი უბრალოდ ნაწილდებიან ეგრეთ წოდებულ რეალშულეში ან ჰაუპტშულეში, რომლის დასრულების შემდეგაც მათ შეუძლიათ დაეუფლონ კონკრეტულ ხელობას, მაგრამ ისინი ვერ ხდებიან სტუდენტები. ეს სკოლები ცალ-ცალკე არის განთავსებული, მაგრამ გერმანიაში შემოვიდა ტენდენცია იმისა, რომ ეს სკოლები იყოს ერთ შენობაში. რადგანაც ბავშვებს არ ქონდეთ, არ შეექმნათ რაიმე კომპლექსი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სწავლა ცუდად შეუძლიათ და მათ მეგობრებს სწავლა კარგად შეუძლიათ. გერმანიის მთავრობა ამაზეც კი ზრუნავს, რომ ბავშვის გონება ამ ასაკში არ დამახინჯდეს, თქვათ, რაღაც კონკრეტული ფაქტების გამო. სწავლის მიმდინარეობას რაც შეეხება, ბავშვები სწავლობენ ყველაფერს, მაგრამ ბოლო კლასებში ირჩევენ 2 ან 3 საგანს, სადაც იღებენ სიღრმისეულ ცოდნას. რაც შეეხება ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს უცხოენების სწავლას. უცხოენების სწავლა საკმაოდ მაღალ ხარისხში არის აქ აყვანილი და პირველი უცხოენა ეს არის ინგლისური. მე პირადად არ მინახავს მოსწავლე, რომელიც ინგლისურს არ ფლობს. მეორე უცხოენა ეს არის ფრანგული, ეს იმით არის გამოწვეული, რომ ჯერ ერთი საფრანგეთი მეზობელი ქვეყანა არის გერმანიისა, მეორე ის, რომ ძალიან დიდი კულტურის და წარსულის მქონე ქვეყანაა და მესამე ის, რომ 1963 წელს სპეციალური ხელშეკრულება დაიდო გერმანიასა და საფრანგეთს შორის, რომლის მიხედვითაც საფრანგეთში გერმანული ენა ისწავლება გაძლიერებულად და ასევე გერმანიაში ფრანგული ენა ისწავლება გაძლიერებულად, რომ ამ ორმა ქვეყანამ ხელი შეუწყოს თავიანთი მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას მეზობელი ქვეყნის შესახებ. რაც შეეხება სკოლაში მასწავლებლების პროფესიას, მასწავლებელი არის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პროფესია, რადგანაც
მას აქვს საჯარო მოხელის ტიტული, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელი, როდესაც ამთავრებს თავის მოღვაწეობას და ის აღარ ასწავლის უკვე, მასზე სახელმწიფო მაინც აგრძელებს ზრუნვას, რადგან ის არის, ასე ვთქვათ, საჯარო მოხელე. მაგრამ მასწავლებლები ამ ბოლო ხანში მაინც გამოთქვამენ უკმაყოფილებას რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი მიზეზი არის ის, რომ უჩივიან ეგრეთ წოდებულ უპატივცემულობას ბავშვების მხრიდან. და მეორე მიზეზი არის ის, რომ როდესაც განათლების სისტემაში რაიმე ცვლილება ხდება, ცვლილება იწვევს ძალიან დიდ დაბნეულობას თავად ამ მასწავლებლებში და ეს ყველაფერი მოქმედებს სასწავლო პროცესში. ამიტომ მასწავლებლები ყოველთვის მოუწოდებენ ხოლმე მთავრობას, რომ რაც შეიძლება ცოტა რამ შეცვალონ განათლების სისტემაში და თუ რაიმეს შეცვლა უნდა მთავრობას, მაშინ ეს უნდა იყოს დროში გაწელილი, რამოდენიმე წელზე გათვლილი, რომ მოხდეს ნელა და რაღაც მნიშვნელოვანი ძვები არ გამოიწვიოს. რაც შეეხება ასევე უცხო ენებს, ვთქვით, რომ ინგლისური და ფრანგული პოპულარულია, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა რუსული და თურქული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გერმანიაში დაახლოებით 3 მილიონი თურქი ცხოვრობს, ეროვნებით თურქი ცხოვრობს და სხვათა შორის ბოლო პერიოდში თურქებს რაღაც კონკრეტული პროტესტიც კი გამოთქვეს თურქებმა, რომ როდესაც ისინი ჩამოდიან აქ, გერმანული ენის სირთულის გამო, ისინი ვერ სწავლობენ სათანადოდ გერმანულ საგნებს სკოლაში და ამიტომაც გამოთქვეს პროტესტი, რომ შექმნილი იყო სპეციალური თურქული სკოლები, ან შექმნილი იყო სპეციალური მოსამზადებელი ჯგუფები და მართლაც არა მარტო ამ პრობლემის გამო გერმანიაში ძალიან დიდი ხანია არსებობს ისეთი სკოლები და ისეთი ჯგუფები არსებობენ, რომლებიც სპეციალურად უწყობენ ბავშვებს ხელს, რომ გაიღმაონ გერმანული სწავლა და მათ არ ქონდეთ რაიმე დაბრკოლება, თქვათ, გერმანული საგნების სწავლის დროს. თურქული ენა ძალიან პოპულარული არის, არა მარტო თურქებში, რომლებიც აქ ჩამოდიან, არამედ ძალიან ბევრი გერმანელი სწავლობს, რადგანაც მიგრაცია საკმაოდ დიდი არის და საკმაოდ დიდი რაოდენობის თურქი ჩამოდის განსაკუთრებით ბოლო წლებში აქ. სხვა პროგრამებს რაც შეეხება სკოლის დონეზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროგრამა, ეს არის ეგრეთ წოდებული არბაითერების შვილებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ გერმანიაში საკმაოდ ბევრი ბავშვი არის, რომელთა მშობლებსაც არ აქვთ მიღებული უმაღლესი განათლება. უმაღლესი განათლების მიღებულობა ხელს უშლით იმაში, რომ ბავშვებს დაეხმარონ მეცადინეობის პერიოდში. სპეციალურად 70 ჯგუფი არის შემდგარი ამისთვის 5000 მოხალისისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვებს მეცადინეობაში და რომლებიც ხელს უწყობენ იმაში, რომ ბავშვებმა თავი დაჩაგვრულად არ იგრძნო, რადგანაც მათ მშობლებს არ შეუძლიათ სწავლის პროცესში მათი დახმარება. სკოლებში უცხო ენების გარდა კიდევ დიდი ყურადღება ექცევა იმ კონკრეტულად რამოდენიმე საგანს, რომელსაც მოსწავლეები სწავლის ბოლო წლებში თავად ირჩევენ და სიღრმისეულად შეისწავლიან. ზოგადად დაწესებულებები, სასწავლო დაწესებულებები გერმანიაში მათი უმრავლესობა არის სახელმწიფო საკუთრებაში, მაგალითად სკოლების მხოლოდ 2% არის კერძო და 98% შედის სახელმწიფოს საკუთრებაში. შემდეგი საფეხური უკვე ეს არის უნივერსიტეტი. როგორც ვთქვით, უნივერსიტეტში მოხვედრა, ანუ გახდეს სტუდენტი, შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც გაიარა გიმნაზია, ვინც მეოთხე კლასამდე სწავლობდა კარგად და ჰყავდა კარგი ნიშნები, მაგრამ რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან გერმანელები, არ დაბადებულან აქ და ვთქვათ, თუნდაც იგივე ქართველები, რომლებიც ჩამოდიან გერმანიაში სასწავლებლად. მათ იმის გარდა, რომ უნდა ჩააბარონ გამოცდები ამ უნივერსიტეტში, უნდა ქონდეთ გარკვეული ოდენობის თანხა თავიანთ ანგარიშზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ აქ სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტში. და ეს თანხა არის 8000 ევრო და არსებობენ კონკრეტული მიწები, სადაც მაგალითად ეს თანხა არ არის საჭირო, უბრალოდ შენ გჭირდება დამადასტურებელი საბუთი იმისა შენი ქვეყნიდან, რომ შენი ოჯახი ან შენი ახლობელი გაფინანსებს ყოველთვიურად 800 ევროს ფარგლებში.
სტუდენტობა, ანუ სტუდენტებისთვის განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც აქ არ დაბადებულა, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები აქვს გერმანიის მთავრობას, მაგალითად, სპეციალურად გამოყოფილი არის საათები, როდესაც სტუდენტს შეუძლია იმუშაოს და ამ მუშაობით საკუთარი თავი ირჩინოს. ერთი ფაქტია გასათვალისწინებელი, რომ გერმანიაში სწავლა, უნივერსიტეტში სწავლა უფასო არის, მაგრამ ამის გარდა შენ ძალიან ბევრი რაღაც გჭირდება იმისთვის, რომ აქ იცხოვრო. და ასევე სავალდებულო არის სემესტრის ბილეთის შეძენა, რომელიც სტუდენტებისთვის ფასდაკლებით მოქმედებს, ასევე ძალიან ბევრი ფასდაკლება არის სხვადასხვა კომპანიაში, სხვადასხვა ვთქვათ თეატრებში და ასე შემდეგ და ამ ყველაფრით გერმანიის მთავრობა სტუდენტებს ხელს უწყობს იმაში, რომ მათ ისწავლონ, მიიღონ კარგი განათლება, ასევე მათ იმუშაონ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. როდესაც საზოგადოებაში აქ ამბობ, რომ შენ ხარ სტუდენტი, ძალიან იცვლება დამოკიდებულება. უფრო დიდი პატივისცემით გეპყრობიან, რადგან მათ იციან თუ რაოდენ რთული არის დაიწყო, ვთქვათ, საბავშვო ბაღიდან და მიხვიდე სტუდენტობამდე. ძალიან დიდი გზა არის ამისთვის გასავლელი, რომელიც საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს. რაც შეეხება პროფესიებს, რომლებიც გერმანიაში არის მაღალანაზღაურებადი, ასევე დაფასებული, სხვათა შორის სიტუაცია ძალიან განსხვავდება საქართველოსგან, რადგან საქართველოში თუ კი მოსახლეობის ახალგაზრდების სტუდენტების უმრავლესობა ირჩევს იურისპრუდენციას ან ეკონომიურ ზიაბარებს, რადგან ეს ორი სფერო არის, სადაც შესაძლებელი არის მაგალითად არსებულ მინიმუმზე მეტი მოიპოვო, გამოიმუშაო შენი შრომით. გერმანიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო ეს არის სამედიცინო სფერო. დაახლოებით 250,000-დან 900,000 ევრომდე არის შესაძლებელი, რომ გამოიმუშაოს ექიმმა საშუალოდ 1 წლის განმავლობაში. ასევე ტექნიკური სფეროები არის ძალიან ძლიერი აქ და მაგალითად ფიზიკოსებს და ქიმიკოსებს აქვს ძალიან დიდი ანაზღაურება და მასწავლებლის პროფესია ასევე, რომელიც ჯერ ერთი რომ დაფასებულია და მეორე ის რომ დაახლოებით შესაძლებელია 2,500 ან 3,000 евро აიღოს მასწავლებელმა ყოველთვიურად თავისი მუშაობით, მაგრამ როგორც ასეთი გახდე მასწავლებელი არის ძალიან რთული. იმიტომ რომ უნდა ისწავლო წლების განმავლობაში, პრაქტიკა უნდა გაიარო ასევე რამოდენიმე წლის განმავლობაში და მასწავლებლის მთავარი მოთხოვნა მის გამოცდილებასთან, კვალიფიკაციასთან, განათლებასთან ერთად არის ის, რომ მას ზოგადი უნარჩვევები უნდა ქონდეს ძალიან კარგი, ასევე ფიზიკურად და სულიერად უნდა იყოს ძალიან ძლიერი პიროვნება, რომ მან შეძლოს ბავშვებთან ურთიერთობა, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ ზოგადად ბავშვების განათლებას და ბავშვებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს გერმანიის მთავრობა. ამიტომ მასწავლებელი პასუხისმგებელი არის არა მარტო ბავშვებთან, ვისაც ასწავლის, არამედ სახელმწიფოსთანაც. უნივერსიტეტებს რაც შეეხება გერმანიაში საკმაოდ ბევრი წარმატებული უნივერსიტეტი არის და ბოლო წლებში განსაკუთრებით შეიმჩნევა ტენდენცია, რომლის დროსაც პირველ სამეულში ხდება ხოლმე ისეთი უნივერსიტეტი, რომელიც არ მდებარეობს გერმანიის ცენტრალურ ქალაქებში. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი ეს არის მანჰაიმის უნივერსიტეტი. ასევე მიუნხენში გვაქვს რამოდენიმე საკმაოდ ძლიერი უნივერსიტეტი, ეს არის ერთი ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც სამეულში შედის, გერმანიის უნივერსიტეტების სამეულში. გერმანიაში ცნობილი არის ასევე რამოდენიმე უნივერსიტეტი, მაგალითად პოტსდამის უნივერსიტეტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და ასე შემდეგ. უნივერსიტეტში სწავლის დროს არის ძალიან ბევრი სტიპენდია, რომელიც შესაძლებელია მოიპოვო სტუდენტმა და ეს სტიპენდიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან ეროვნებით გერმანელები, რადგანაც აქ ცხოვრება საკმაოდ ძვირი ღირს და შესაბამისად, თუ კი დამატებითი დაფინანსება გაქვს, ეს შენთვის ძალიან დიდი პლუსი არის. რაც მინდოდა რომ ამ 10 წუთში თქვენთვის დამენახებინა არის ის, რომ გერმანია საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს განათლების ხარისხს. და თუ კი თქვენ გადაწყვეტთ იმას, რომ ჩავხვდეთ გერმანიაში, მიიღოთ აქაური განათლება, მიუხედავად იმისა, რომ გზა
სტუდენტობამდე არის საკმაოდ რთული. მე მაინც გირჩევდით ამას, რადგან თქვენ თუ კი აქ ისწავლით, თქვენ დარწმუნებული იყავით იმაში, რომ მიიღებთ ძალიან კარგ განათლებას, რაც გაგცემთ თქვენი საქმის პროფესიონალებად. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და 10 წუთის დათმობისთვის და წარმატებას გისურვებთ ყველას.